ქალაქი ვადიმუსა ულამაზესად განათებული დამხვდა. ქალაქში ღამე იმიტომ ჩავედი, რომ პეტრას მონახულება დილიდან ადრევე უნდა დაიწყო, რადგან საკმაოდ მასშტაბური კომპლექსია და დროს მოითხოვს. ჩამოვედი ვადიმუსაში, რომელიც არის პეტრას მიმდებარე ქალაქი. აქედან 3 კილომეტრში არის პეტრა, იქ პირდაპირ ჩანს. შორიდან ჩანს როგორი ლამაზი არის, როგორი შთამბეჭდავი პეტრა და ამით კარგი თბილი. რო ჩამოხვიდე პეტრაში, ვადირამის უდაბნოში და ასე შემდეგ, ყველაზე მოსახერხებელი არის, რა თქმა უნდა, მანქანის დაქირავება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ვთქვი, არ არის ძალიან განვითარებული იორდანიაში. გუშინ შევეცადეთ დაგვექირავებინა მანქანა. როცა ხედავენ, რომ ტურისტები ხარ, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ უფრო ძვირი გითხრან, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება ხოლმე ეს. მოგვიწია 3 სხვადასხვა ქირავების კომპანიაში მისვლა და საბოლოოდ ვნახეთ ისეთ საკმაოდ კარგ ფასად თავისი დაზღვევით აუცილებლად უნდა დაიქირავოთ. რაც შეეხება გზაზე მოძრაობის წესებს, საკმაოდ ქაოსური მოძრაობა არის. აქ ნაკლებად არის საგზაო მანიშნებლები, არის შემთხვევებიც, რომ ადამიანები საპირისპირო მიმართულებით მოდიან. ეხლა უკვე ვტოვეთ ვადიმუსას და დანარჩენი უკვე პეტრადან გავაგრძელებთ. პეტრაზე შესასვლელად გამოვიყენეთ ჯორდან ფას. შესასვლელში ვეიგრძნობოდა მეზობლად მიმდინარე ომის გავლენა. მხოლოდ პეტრას წელიწადში 9 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს და ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდებოდა რიგს. ეს ერთის მხრივ კარგი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან თითქმის ცარიელი პეტრა ვნახე, რაც იშვიათი სანახავია. ეხლა აქედან იწყება უკვე მთავარი შესასვლელი, უნდა გავიაროთ ეგრეთ წოდებული სიკის კანიონი, საიდანაც უკვე გავალთ იმ მთავარ სიმბოლოსთან, რომელიც პეტრეს მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს თანახმად, იორდანიაში მდებარეობს 100,000 არქეოლოგიური და ტურისტული ადგილი. ის უმდიდრესი ქვეყანაა. ეს მსოფლიოს საოცრება კლდოვანი ქალაქია, რომელიც წარმოადგენს იორდანიის სამეფოს სიმბოლოს. პეტრა ცნობილია როგორც ნაბათელთა ცივილიზაციის ქალაქი. აქ 1 კილომეტრს ვიწრო კანიონში გადიხარ, რაც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებრივი 60 მეტრიანი კლდეებით. ძველი სავაჭრო გზა და ქარავნები სწორედ პეტრაზე გადიოდა, რადგან აქ მოიპოვებოდა წვიმის წყალი, რომელიც პირდაპირ კლდეში გამოკვეთილი წყალსაცავებიდან მიიღებოდა. ეს როგორც ვიცით, პეტრა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო და შვეიცარიელმა მოგზაურმა იპოვა შემთხვევით ეს ბოლო მგონი მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა. სიტყვა პეტრა კლდეს ნიშნავს. აქ ყველაზე ცნობილი ეს გამოკვეთილი ტაძარია, რომელიც ფარაონის საგანძურის სახელით არის ცნობილი. ჩვენი პლანეტა არის საოცრება, რომ ახსით მრავალფეროვნებას გვთავაზობს ერთ პატარა დედამიწაზე. შეხედეთ, აი რა ხლა გიგანტი უზარმაზარი კლდეები არის, ახლა ესე ამართული და თან როგორი ლამაზი ფერადი. აი ესეთ ადამიანის ფიგურას წავაწყდი ახლა. გვერდზე მგონი რაღაც ცხოველი არის სავარაუდოდ აქლემის ფეხები. კლდეში არის ესე გამოკვეთილი. აი გამოჩნდა მოკლედ ეს თავარი ნაწილი.
თამბოჭდავი არის ძალიან ლამაზი. ცნობილი ადგილი აქ ფილმი რომ არის გადაღებული ინდიანა ჯონსი, განძურს რომ ეძებენ და რა ვიცი, მაინც ბევრი ტურისტები არიან, რა მეგონა რომ არ იქნებოდნენ, მაინც ბევრი ტურისტები არიან. ძალიან ლამაზი არის. აი ესეთი სიტუაცია შეიქმნა ზუსტად 3 დღის წინ დაკეტილა ის ასასვლელი, საიდანაც იღებდნენ ამ მთავარ ფონზე ფოტოებს, არ გამიმართლა და ნახეთ ახლა ერთი ადგილი აქვს ნაპოვნი ტურისტებს და აქ დგება ყველა რიგში, მეც იქ ჩავდექი, სხვა რა გზა იყო. აი ესე ამოვედით, ახლა გადავიღებ აქედან რამდენიმე ფოტოს, იმედია კარგი ხედებით გამოვა. აი ესე. პეტრას მთავარი ტაძრიდან მე გრძელდება ესეთი გზა, გამოსასვლელი არის. აქედანაც იწყება მთელი რამდენიმე კილომეტრი არის გასავლელი. პეტრაში უამრავი გამოქვაბული და სამარხია. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ გაქცევს აქ მოგზაურობა. ზოგადად პეტრას მონახულებას 3 დღე სჭირდება, მაგრამ ძირითად სანახაობას 1 დღეშიც ნახავთ. სადაც არ უნდა გაიხედო, აი გაუცებას ვერ მალავ ისეთი შთამბეჭდავი ხედები იშლება. შეხედეთ რა მაგარია. თვითონ პეტრა მდებარეობს ზღვის დონიდან 900 მეტრზე და აი მთლიან ამ ტერიტორიაზე არის გადაშლილი ახლა რასაც ვხედავთ. ცხოვრობდნენ კიდეც ამ გამოქვაბულებში და პეტრას თვითონ არაერთი ბრძოლა და ომი აქვს გადატანილი. ანუ კედლებზეც ეტყობა ნატყვიარები, კარგად რომ დავაკვირდეთ და ძალიან დიდ ისტორიას ინახავს მოკლედ ეს მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აი ესე გამოიყურება ეს გამოქვაბულები შიგნიდან. პეტრას გამოქვაბულები და შეხედეთ ზემოთ რა ლამაზი ფერები არის აი ეს. აი ეს რა არის ღმერთო ჩემო. ძალიან ლამაზი არის აი. აქაც შეგვხვდა რომაული ამფითეატრი, რომელიც რომაელების ბატონობის ნიშანია. პეტრაში დღემდე ცხოვრობენ ადგილობრივი ბედუინები და ძირითადად სავაჭრო საქმიანობას ეწევიან. ესენი არიან თანამედროვე ტიპის ბედუინები. დღევანდელი დღის ბედუინები ესენი რა დადიან ახლა იქ ზემოთ. თავისი სტილი აქვს ჩაცმის, ცხოვრების სტილის. Location. Yes. Go to location Wadra. Okay? You said that we are going there and Director for the location go for you. Okay? You waiting for. ეხლა ველაპარაკი ადგილობრივ რეინჯერს და მითხრა რომ ეს პოლიციელები რეალურად არიან იმის გამო რომ აქ ბედუინებს შორის ერთგვარი დაპირისპირება ხდება და მაგ მიზეზით დგანან აქ მოკლედ რა. 600-მდე ბედუინი ცხოვრობსო აი ამ გამოქვაბულებში და რაღაც ბიზნესთან დაკავშირებით ერთმანეთში რაღაც გაურკვევლობა შეიქმნეს. აი ესეთ ბიზნესებზეა ლაპარაკი. გაშალეს ფაქტიურად ესეთი ძალიან ბევრი პეტრაში და ამას უკრძალავენ. ესე გავდივართ დროზე ადრე დაკეტეს აი ამ სიტუაციების ბედუინების სიტუაციებიდან გამომდინარე. ფაქტიურად უკან ნაწილში არც კი შეგვიშვეს, მაგრამ რაც ვნახეთ, ესეც უკვე ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო. აი შეხედე იქ რა ლამაზი არის. ესე დაიჭირა. დაწერა გაზა. ეხლა როგორც ხედავთ, მოვდივარ ცარიელ პეტრაში. ესეთი რაღაცა აქ არ არსებობს. აი თითქმის არ არსებობს, არასდროს არ ხდება ესეთი რაღაც. იმდენი ტურისტი არის ყოველთვის. აჰა, ესეთი სუვენირები არის აქ წარმოდგენილი. პეტრადან იმ საღამოსვე წავედი ვადი რამის უდაბნოსკენ, რომელიც 100 კილომეტრში მდებარეობს.